სახელითა მამისათა და დისათა და წმინდისა სულისათა. დღეს არის მესამე კვირა დიდმარხვის და ეს არის შუა ნაწილი გზის. იცით რომ 7 კვირა საერთოდ მარხვა, მაგრამ ბოლო კვირა ითვლება არამარხვად იმ მხრივ რომ სხვა ტიპის სხვა სახის კვირაა თავისი შინაარსით და ეს 6 კვირა არის სწორედ შუალედი მესამე კვირისა, სადაც მოკლედ ეს 6 კვირა ჩვენ ვაკეთებთ საქმეს სამართოს გზაზე მდგარები და ვცდილობთ განვახტოთ ჩვენი ბუნება, ვცდილობთ რომ ღვთის სიტყვა დავემარხოთ, შევასრულოთ და აი მე-7 კვირა რა ხომ თქვი განსხვავებულია, ბარემ ვიტყვი რომ განსხვავებულია იმით რომ მე-7 კვირას უკვე ღმერთი გვანაჩვენებს ამ კვირას ვნების კვირას რომ რა გააკეთა თვითონ ადამიანისთვის და უკვე ჩვენ შევდივართ სამყაროში, სადაც სამღვთო გზას, გოლგოთის გზას გავდივართ, უყურებთ რა მაცხოვრის განვლილ გზას. ამიტომ შუა გზაში ამ 6 კვირისა არის სწორედ ჯვრის თაყვანისცემა. ეკლესია გვთავაზობს ჯვრის თაყვანისცემას, რომ გავიაზროთ რომ გზა არის გოლგოთისკენ. ჯვარი ჩვენთვის საკრალური მნიშვნელობისაა. ჯვარი არის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლო. ჯვარი არის სიყვარულის სიმბოლო ღმერთისა, ადამიანის, ღმერთის მხრიდან ადამიანისა. და ამავე დროს ჯვარი დამკვიდრდა როგორც ერთგვარი ტანჯვის სიმბოლო. თავის სახით პირვანდელი მნიშვნელობა ჯვარს ყველამ კარგად იცით, რომ იყო მართლა ტანჯვის ადგილი, საშუალება ყველაზე მძიმე ტანჯვისა იმ პერიოდში რომის იმპერიაში და ყველაზე სამარცხვინო ტანჯვისა, დამამცირებელი ტანჯვისა, ვინაიდან შიშველ ადამიანს აკრავდნენ ჯვარზე და ისე კლავდნენ წამებით და ეს წამება გრძელდებოდა საათობით. შიშველი დღეს არ უკვით ხალხს, მაგრამ იმ დროს სიშიშვლე იყო სამარცხვინო. და აი ესეთ სამარცხვინო სიკვდილით დაისაჯა ის, ვინც ყველაზე არასამარცხვინოა ამ სამყაროში იყო, ვინც კი დაბადებულა, ხო? იესო ქრისტე. მაგრამ ეს მისი დასჯა, ეს არ იყო უბრალოდ ჩავარდნა, როგორც ვიცით, ანუ წარუმატებლობა, არამედ პირიქით. ეს არის სწორედ თავისი გეგმის, თავისი განგებულების დასასრულის ნაწილი. აღსასრულის უпроსწორად ნაწილი, ხო? მან თქვა, რომ ადამიანის ცოდვა არ დატოვა მიტოვებულად, ადამიანი არ დატოვა ბოროტების ხელში, ბოროტება როგორც ადამიანის ყველაზე საშინელი, ადამიანის ყველაზე საშინელი, ესე იგი მდგომარეობა სულიერი, როცა შენ ბოროტი ძალა გმართავს, ხომ? და ხარ მარიონეტი მის ხელში, არამედ ჩამოვიდა, რადგან ამ ბოროტებისგან გაანთავისუფლოს კაცობრიობა. და ამის შემდეგ ეს ჯვარცმა ხდება, ჯვარცმული მაცხოვარი და ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ჯვარზე ვლაპარაკობთ, აქ იგულისხმება პავლე მოციქულის ნათქვამით, რომ ჯვარი ქრისტეს და არა ყველანაირი ჯვარი, რომელიც რაღაც აცტეკებს აქვთ და მაიას ტომებს იმაში გამოსახული ამერიკულ პირამიდებში, მექსიკაში, ან
იეროგლიფებით ინდოეთში მსგავსი ფორმის მქონე გამოსახულება. ჯვარი არის ქრისტესი, ჯვარცმული ქრისტესი და ყველაფერი რაც გადაკვეთილია ჯვარი არ არის. და არც შეიძლება რომ ჯვარი იყოს. ჩვენ ვცნობთ ქრისტეს ჯვარს და მის ყოფილებას. და აი დღეს სახარებაში წავიკითხეთ რომ მაცხოვარი ამბობს ესეთ საოცარ სიტყვებს რომ ვისაც უნდა შემოდგომა ჩემდა იგულისხმება ჩემი მოწაფეობა ვისაც უნდა რომ მე გამომყვეს ჩემ გზაზე იაროს აღიღოს ჯვარი თვისი და შეუარყოს თავი თვისი უბრალოდ ჯერ უარყოს თავი თვისი აღიღოს ჯვარი თვისი და შემომიდგეს მე ახლა ესე თქვათ ადვილი გასაგებიც არის ხო აღიღე ჯვარი შენი და შემომიდეგი მე ყველას გვესმის რომ რაღაცა მნიშვნელოვან რამეს ამბობს თუმცა შესასრულებლად ძალიან რთულია თავის უარყოფა აი რას ნიშნავს თავის უარყოფა რა ვქნა ხა მე აღარ ვთქვა რომ ვარ მამაკაცი აღარ ვთქვა რომ ვარ ქართველი აღარ ვთქვა რომ დავიბადე იქ ეს განათლება რას ქვია უარყოფა ჩემი თავისა ან შევიძულო ჩემი თავი ავდგე და თქვა უარი ჩემს პიროვნებაზე როგორ ღმერთმა შემქმნა მე ვარ პიროვნება მე ვარ ინდივიდი და ეს ყველაფერი გადაუყარო. მაგ სოდნა გამოცდილება ოჯახი მყავს, საყვარელი ადამიანები მყავს, რაკან გადაუყარო ყველაფერი და ავიღო ჯვარი. ესე მეგვესმის პირდაპირ მნიშვნელობით რომ უარყოთ ჩვენი თავი. ამას გულისხმობს თუ რაღაცა სხვა არის და ეს ისეთივე თქვათ მე და რაღაცა მსგავსია რაც მაცხოვარმა თქვა რომ თუ შენ მარჯვენა თვალი გაცდუნებს ამოითხარე და თუ მარჯვენა ხელი გაცდუნებს მოიჭერი ესეც თქვა მაგრამ ჩვენ არ გვინახავს ხო არც ერთი წმინდანი თვალამოთხრილი და არც მარჯვენა მოჭრილი არც ხელები დაჭრილი ანუ ეს ცოტა მეტაფორაა და რაღაც სხვანაირად უნდა გავიგოთ უფრო ღრმად რომ იმდენად მნიშვნელოვანია რომ ცოდვა არ ჩაიდინო რომ კლავის მოჭრაც კი უფრო ადვილი უნდა იყოს შენთვის დატოვება ვიდრე ცოდვის ჩადენა ხო აი ეს კაცრი ფორმით წარმოთქვა მაცხოვარმაც აქაც თავის უარყოფასთანაც მსგავსი რამ არის ეს არ არის ხა პირდაპირ მნიშვნელობით რაღაც მეტაფორული ნათქვამი მაგრამ თუმცა ამაშიც არის რაღაცა ისეთი რაც ადამიანმა ცოტა სხვანაირად უნდა გაიგოს არა პირდაპირ მნიშვნელობით თქვა გადაყრა უარყოფა თავისი და არაფერი ადამიანური შენში აღარ უნდა იყოს ანუ ის რაც ქონდა იმას გადაყრა ყველაფერს ჩვენ ვიცით რომ ყველაფერი რაც სიკეთეს და საერთოდ ქრისტიანულ სათნოებებს შეეხება მომდინარეობს ღვთისაგან. შეიძლება გაუაზრებელი იყოს ეს მიღება არსებობა შენში ამ სიკეთის. აი მაგალითად გავიხსენებ სახარებიდან ადგილს, სადაც მაცხოვარი ეუბნება თუ ამას გაუკეთებთ ერთ ცირეთაგანს, ის მე გამიკეთებ. და ხალხ ხო გახსოვთ არა ის აქ არის ლაპარაკი ფშიერს აჭამე ფშიერი დააპურებს ყურვალეს წყალი მიეცი გაჭირვებულს მიხედე ავანტყოფი აი ამას თუ გააკეთებ და ისინი ეუბნებიან შენ როდის გაგიკეთეთ შენო ანუ შეიძლება ადამიანები იყვნენ სიკეთეს აკეთებდნენ სრულად ვერ ხვდებოდნენ რომ ქრისტეს უკეთებდნენ ამას მაგრამ აღმოჩნდა რომ თურმე ქრისტეს უკეთებდნენ რომ მაცხოვარი ამბობს ამას შენ თუ ამას გააკეთე მე მიკეთებ მე ვარ ის ვინც ვაღიარებ რომ შენი ანუ ყოველი შემდეგ წირვაშიც არის ესეთი ბოლო ლოცვა მღვდელი რომ ამბობს ჩამოლოცვის წინ რომ ყოველი ნიჭი სრული და ყოველი მოცემა კეთილი ზეგარდამოარ შთამომავალ ანუ ის მარტო მონათლულებზე კი არ არის ლაპარაკი ყველა ადამიანზე სამყაროს ჩვენ სიკეთეს ვხედავთ ხო თავდადებასაც ვხედავთ, ქალწულებასაც ვხედავთ,
მიტევებასაც ხვდა, შეწყალებასაც ხვდება, წარმართებში, სხვა რელიგიებშიც. ამას ვერ უარყოფთ ჩვენ და ვერ ვეთქვით, რომ ეს ყველაფერი სატანისგან არის. იმათ სატანა აკეთებიებს ახლა ამას. და ჩვენ მარტო ღმერთი გვაკეთებს. არა, სიკეთის გამოვლინება რასაკვირველია ღვთისგან მოდის. ამიტომ აქ ამასთან მოვლებს სწორედ ჩემ დათქვამთან პარალელს, რომ ის რაც შენ გაგაჩნია, იქ არ არის შეიძლება ბევრი რამე გადასაყრელი. ან უარსაყოფი. შენ თავის უარყოფა ნიშნავს იმას, რომ იღებ გადაწყვეტილებას, რომ შეუდგე ქრისტეს. და უკვე ქრისტეს ნების აღსრულების დროს, რაც მისი ნება იქნება, ის იქნება პირველადი და მთავარი და არა ის სოდნა გამოცდილება, რაც მე აქამდე მქონდა. მე თუ ეს სოდნა გამოცდილება პირიქით მეხმარება, პირიქით ეს ქრისტეს გზაზე სასიარულოდ აუცილებელი საშუალებაა. და ესე იყო ყველაზე დიდი ქრისტიანები, ბასილი დიდი, იოანე ოქროპერი და გრიგოლი ღვთისმეტყველი წარმართ ფილოსოფოსებთან იზრდებოდნენ. და მონათლულებიც კი არ იყვნენ იმ დროს, როცა ისინი იზრდებოდნენ მათთან. ვინაიდან მაშინ ბავშვებს არ ნათლავდნენ და თითოეული მათგანი მოინათლა 23 წლის ზევით, ზოგი 23, 24, 25, 26 და ასე შემდეგ. ეს იმიტომ რომ ესე ითვლებოდა და დღემდეც ითვლება ახლა ესე, მაგრამ მაინც ბავშვების ნათლობის ტრადიცია მაინც შემორჩენილია. მონათლას ჭირდება რწმენა. ხომ? მაცხოვარი ამბობს, რომ ვინც ირწმუნოს და ნათელი იყოს, იგი ცხონდეს. რომ ბავშვს რწმენა არ აქვს, ამიტომაც ბავშვობისას იმ დროს ბავშვებს არ ნათლავდნენ. და აი ასაკში იყვნენ, მიიღეს გამოცდილება, მერე მოინათლენ და მერე გაყვნენ, აღიღეს ჯვარი და მაგრამ სულაც არ ნიშნავდა, რომ ლიბანიოსის სკოლაში, რომელმაც ნეოპლატონური განათლება მისცა მათ, ანუ წარმართი ნეოპლატონიკოსის განმაცება მისცა მას, მათ ის ყველაფერი გადახაზეს და უარყვეს. პირიქით, აი ამ თავის სწავლულობით, შემდეგ ქრისტიანული ღვთისმეტყველება ააგეს იმ მაშინდელი რიტორიკის საფუძვლებზე და ფილოსოფიური ხედვის საფუძვლებზე. იმიტომ რომ ესეთი აზროვნება იყო მაშინ და სხვათა შორის იგივე არის დღესაც გასაკეთებელი და შესაქმნელი, უბრალოდ აღარ ყავს ბასილი დიდები და გრიგოლი ღვთისმეტყველები, მაგრამ მართლაც საჭიროა ახლებულ დროში ახლებულად შეხედვა და ახლებულად აღღერება მარადიული ქრისტიანული ღირებულებების. ესე იგი თავის უარყოფა ნიშნავს, რომ მე ჩემს თავზე წინ ღვთის ნებას ვაყენებ. მე ჩემს თავზე წინ ვაყენებ, რას ნიშნავს ღვთის ნება? ღვთის ნება ნიშნავს იმას, რომ შენ რომელი გამოწვევებიც გააქვს ცხოვრებაში, ღმერთის სასარგებლოდ აკეთო. არა შენ სასარგებლოდ, არამედ ღმერთის სასარგებლოდ. სად არის ეს ღმერთის ნება? ღმერთის ნება წერია ღვთის სიტყვაში, ხო? ღვთის სიტყვა არის სახარებაში, წმინდა წერილში და ასევე ზევიდან გარდამოსული სულის სიფაქიზეში. როცა ადამიანმა იცის, როგორ მოიქცეს, როგორ უნდა მოიქცე. ერთი დიდი მოდელი მოიქცე სიყვარულით. ჩააყენე შენი თავის ხვის ადგილას და მოიქცე სიყვარულით. ხო? დღეს ლეგალიზებულია სიძულველი, ხო? ყველას მოწონს ლანძღვა და გინება. რამდენიც არ უნდა ილანძღო და ამ შენი კეთილი იდეებით ამ გზაზე იარო, ვერასდროს სიკეთემდე ვერ მიხვა. იმიტომ რომ კეთილი ბოლო აუცილებლად გულისხმობს კეთილ გზას. ამიტომ შენ როცა თავს უარყოფ, იქ ლანძღვას კი არ დაიწყებ. ამიტომ ლოცვას დაიწყებ იმაზე, ვინც გონია რომ გზა აცდენილია. მოეფერები და ტკბილ სიტყვას ეტყვი. ბოლო-ბოლო შეაკავებ მაინც. ერთი ლოყვა მიუშვირე, მეორე ერთში რო გაგარტყავე, მეორე ლოყვა მიუშვირე, გვახსოვს ხო? რატო ამბობს მაცხოვარი მიუშვირე? იმიტომ რომ შენზე გაჩერდეს ბოროტება, წამოსული. შენ იყავი ის ადამიანი,
მით გააჩერებ ამ ბოროტებას. აღარ გააგრძელებ ბოროტებას, აღარ გამოჩეკავ ბოროტების კვერცხებს. ხო? შურისძიების კვერცხებს. ამიტომაც უარყავ თავის შენი, ჩემი აზრით ამას გულისხმობს, რომ ადამიანმა ეს ღვთის ნება მოიძიოს, მოიპოვოს და იაროს მის გზაზე. და აღიღე ჯვარი შენი, ანუ შენ ამ გზაზე ჯვარი როგორც განსაცდელები, ჯვარი როგორც რაღაც პრობლემები, ჯვარი როგორც სიმძიმე ამას ოფლისა, წუთის ოფელში ყოფნისა. ეს სიმძიმე მრავალგვარია, ხო? თქვათ ავადმყოფობა, რომელიც გააქვს, თქვათ ოჯახური პრობლემები, რომელიც გააქვს, თქვათ ახლობლის დაკარგვა და ახლობელი ადამიანის უამრავია ეს პრობლემები, კონფლიქტები სამსახურში, სახლში, საზოგადოებაში, პოლიტიკაში, ყველგან. აი ამ გზაზე შენ ჯვრით იარე. რას ნიშნავს ჯვრით იარე? რაც ხო არ მაიღო ჯვარი, გვახსოვს, გოლგოთის გზა, ჯვარი და გზა, ეს არის გოლგოთა. ამაზეა ლაპარაკი. აღიღო ჯვარი და უხმოდ თავის საქმე აკეთა ბოლომდე. მისი საქმე იყო კაცობრიობის გამოსყიდვა, სიყვარულის საქმე, რომ ტანჯული კაცობრიობა გამოეხსნა. და ამისთვის ჩუმად იყო ხმა რა მოუღია. მხოლოდ 6 სიტყვა თქვა ძალიან ცნობილი ჯვარცმულმა, ისი ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია, იმას შემდეგ ვილაპარაკებთ ნების კვირაში, მაგრამ აქ გზაზე მიდიოდა ჩუმად წყნარად ნაცემი ნაგვემი, დაცინული, დამცირებული და გაუბედურებული შიშველი ადამიანი. და კაციშვილი არ იყო დამხმარე, გარდა იმისა, ვისაც დააძალეს მისი დახმარება სიუმონ კვირინელის, რომელმაც აიღო ჯვარი და მიატანია გოლგოთან. იმდენად დაუძლურებული იყო, რომ ჯვარიც ვერ მიქონდა ბოლომდე, ვერ მიიტანა თავის ჯვარი ბოლომდე. აი, ჯვრის აღება არის ეს. მაგრამ როგორი უნდა იყოს განსასწრები, ჩვენ არ ვიცით. ჩვენ მაინც ახლა გოლგოთის გზა არ უნდა გვეგონოს, რომ ვიღაცა მოვაქცემს და მერე ჯვარს დაგვადებს და ეხლა უნდა ატარო ეს ჯვარი და თუ ესე არ გააკეთე, სხვანაირი გოლგოთა არ არსებობს. პირიქით, სულ გოლგოთები და ყოველი განსაცდელი, რომელიც გააქვს შენ, არის გოლგოთის გზა, რომელსაც ღმერთი გაძლევს ამას. და სხვათა შორის, რაც უფრო წინ მიდიხარ სულიერად, შეიძლება განსაცდელებმა უფრო იმატოს, იცით? სულ გონია, რომ ეკლესია არის მოსაგვარებელი პრობლემების. და აღმოჩნდება, რომ მოსაგვარებელი კი არ არის. პირიქით, შეიძლება უარეთ მდგომარეობაში ჩავარდე და ხშირად ესეც ხდება. მაგრამ ესეც არ არის მოდელი უნივერსალური. შეიძლება ესეც მოხდეს. ხომ? აი მაგალითად, ჩვენი სახელოვანი წმინდანი გაბრიელ ქიქოძე ავიღოთ, ეპისკოპოსი. იყო მღვდელი ქრისტიანი, ყავდა 5 შვილი, ცოლი და ერთ წელიწადში მოუკვდა ყველა, ცოლიც და 5-ვე შვილიც. თან სათითაოდ მოუკვდა არაერთხელ. ხო? აი განსაცდელი. ამაზე მეტი განსაცდელი რა გინდა ხარ? გოლგოთაც არის და ყველაფერი აქ არის. მაგრამ იმას უკან არ დაუხევია და წინ წავიდა და თავი შესწირა ღმერთს, მერე გახდა ბერი, აკურთხეს ეპისკოპოსად და იცით, რომ ესეთი დიდი ეპისკოპოსი ჩვენ არ ყოლია. და მას ვერ შეეძლება ნამდვილად ერთერთი შემდეგში ყოფი ეპისკოპოსი. თუმცა ეს შედარებები და გაჯიბრობები ცუდია. მაგრამ აი განსაცდელი. სხვათა შორის მისი ცოლი და შვილები არიან დაკრძალული ვერის სასაფლაოზე საკურთხევლის წინ, შეგიძლიათ მიხვიდეთ და ნახოთ. აი განსაცდელი. აი ჯვარი, აი გოლგოთის გზა. და რას აკეთებს გაბრიელი? იღებს, სხვათა შორის მერყეობდა ის გაბრიელი. ძალიან მერყეობდა. მაგრამ ესეც ნორმალურია. ნორმალურია ადამიანს ამხელა სიმძიმე რომ დაატყდა თავზე, ნორმალურია რომ გაგიჟდა და რაღაცა მქონდა შინაგანი კონფლიქტი და ბრძოლა. სხვათა შორის რუსი ეპისკოპოსი მიეხმარა ეგზარქოსი, რომელსაც ჩვენ ვლანძღავთ
კი, გასალანძღია საეგზარქატო საქართველოსთვის. მაგრამ იყვნენ იქაც ნორმალური ადამიანები, რომელიც დაუდგა მხარში და უთხრა, რომ ბერად აღკვეცა, წამოდი და მე ეპისკოპოსათაც გაკურთხე. და ესეც შეუდგა და გაყვა. გაყვა და მივიღეთ, ადამიანი მართლაც საოცნებო ქართველებისთვის. ესე იგი, ჯვრის აღება, ოღონდ შენი ჯვარი აიღე, ეძებს ხრის ჯვარს. და როცა არის შენი ჯვარი, მაშინ ახდება მაცხოვრის სიტყვები. სწორედ ჯვართან დაკავშირებით, რომ ტვირთი ჩემი მსუბუქ არს და უღელი ჩემი ტკბილარს. ანუ ის შენი ჯვარი, რომელიც გექნება, არ იქნება ისეთი, როგორც მაცხოვარს სიმწარემდე მიიყვანს. არამედ ტკბილი იქნება, იმიტომ რომ გეხმარება ღმერთი და იქნება მსუბუქი, იმიტომ რომ სვიმონკვერენელივით დაგიყენებს ვიღაცას, ვინც აწევს ამ ჯვარს და გატარებიებს. ასე რომ დღევანდელ დღეს, როცა ჩვენ ამ გზაზე ვართ შემდგარი, მარხვის გზაზე და ვართ გარკვეულ ფიზიკურ სისუსტეებში, მძლავრობს გახსენება სწორედ აი ამ დიდებული ქმედებისა, როგორიც არის ჯვრის ტარება. და თითოეული ქრისტიანე არის თანამეჯვრე და თანამზიდველი ქრისტეს ჯვარისა. ჩვენ ამით მივემსგავსებით ქრისტეს. და ამით ჩვენ სრულყოფთ ჩვენს ბუნებას, სამდრად ჩვენ შეგვიძლია. სხვა გზა ქრისტიანული არ არსებობს. იცით რა არის? ჩვენ რისკენ მივდივართ? რისთვისაა ეს მარხვა? ეს მარხვა არის იმისთვის, რომ იდღესასწაულო აღდგომა. ანუ ქრისტეს გამარჯვება ბოროტებაზე, ამას რომ შეუერთდე შენ, ამისთვის ჩვენ დღესასწაულს ჩვენ ვემზადებით. აი ამ სამზადისი არის მარხვა და გზა გოლგოთისკენ. ანუ აღდგომა არ არსებობს გოლგოთის და ჯვარცმის გარეშე. და თუ გვინდა ჩვენ აღდგომა, მაშინ ეს გზა უნდა გავიაროთ. ანუ მივიღოთ განსაცდელი და გამოწვევები, რაც მოგვიხდება ჩვენ წუწუნისა და უარყოფის და ლანძღვაგინების გარეშე, მივიღოთ და ვძლიოთ მას ჯვრის მეშვეობით. მივიღოთ გამოწვევა და დავძლიოთ იგი. და ამით სრულყოთ ჩვენი ბუნება. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ძლიერად იყავით. ეხლა ჯვარს უნდა ემთხვიოთ, ჯვრის თხევა მოძღვართან აღარ იქნება.